სტარტს იღებს ეროვნული მასშტაბის საგანმანათლებლო ოლიმპიადას Team Challenge Georgia, რომელშიც მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით ახალგაზრდა ინოვატორები ძალიან საინტერესო პროექტების გარშემო ერთიანდებიან. Ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემაში ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვებიან ჩვენი სტუმრები. მას ასე ოლიმპიადის ორგანიზატორები გიორგი მარიამიძე, სქილვილის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და მამუკა აფაქიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის და წარმოების ტექნოლოგიების ექსპერტი. პირველ რიგში, რატომ გახდა მსგავსი ოლიმპიადის ჩატარება საჭირო და ასევე რომ ვისაუბროთ STEM განათლების პოპულარიზაციაზე ახალგაზრდებში. მოგესალმებით, დილამშვიდობის მივესალმებით მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პატარა ამბით დავიწყებ თუ თქვენი სტებართვით. ანუ რაც რამდენიმე თვის წინ ესეთი შემთხვევა იყო, რომ ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, რომ აიო დიდოს შეტევები როცა არის კიბერშეტევები, რაღაც რა არსებობს ამისთვის, ხელსაწყოები რომ გავუმკლავდეთ და Cloudflare მეთქი. საკმაოდ სპეციფიური ამბავია, არც მე არ ვარ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და მე ChatGPT-საც ვკითხე იგივე. და იმანაც იგივე უპასუხა, რაც მე უპასუხე და მე ვამაყოლდი, ნახე რა მაგარი ვარ მეთქი, იგივეს ვაკეთებ, იგივეს ვიძახი, ასაც ChatGPT თქო და რეალურად მე დავფიქრდი და ChatGPT უფასოა. ამ სულაც არ ყოფილვარ მაგარი და რეალურად რატო მოვყევი ეს დეკლარატიული ცოდნის ფასი დღეს არის 0. ეს პრინციპში დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ უკვე განსაკუთრებით უკვე ამდენი ხელსაწყოები გვაქვს ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ დეკლარატიული ცოდნის ფასი არის 0 და სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა ესეთი ოლიმპიადების ჩატარება და უკვე ადრეული ასაკიდანვე ბავშვებთან მუშაობა იმაზე, რომ დეკლარატიული ცოდნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია უკვე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პრობლემების ამოხსნის უნარი და კრიტიკული აზროვნება და სწორედ ამ უნარების განვითარებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად ჩვენი Team Challenge Georgia, ჩვენი ოლიმპიადა, რომელსაც დავგეგმეთ ბატონ მამუკასთან ერთად. ძალიან საინტერესო. ანუ ამ უნარების განსავითარებლად problem solving-ის, კი ბატონო, პრობლემების ამოხსნის, კრიტიკული აზროვნების და უკვე არა უბრალოდ რაღაცის ცოდნის, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის და რაღაცის შექმნის უნარებს. დიახ. და ვის აქვს ამაში მონაწილეობის უფლება, ან საერთოდ როგორ უნდა მიიღონ უფლება? რა კატეგორია ღებულობს აქ მონაწილეობას აი ამ კონკურსში? თუ შეიძლება მოგესალმებით მაყურებლებსაც. აბსოლუტურად ყველა საქართველოს სკოლას შეუძლია როგორც კერძოს, ასევე საჯაროს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, შეუძლია დარეგისტრირდნენ 18 მაისამდე. ეგ იქნება შერჩევითი ტური, შერჩევის შემდეგ იქნება მეორე ტური, რომელიც 24 მაისს გაიმართება, უпроსოდ პირველი ტური იქნება, რომელიც 24 მაისს გაიმართება. ეს იქნება მათი ტესტირება, ზუსტად უნარებში და ცოდნის გამოყენების უნარებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის. დღეს შემდეგი ეტაპი იქნება 31 მაისის 1 ივნისს გაიმართება, ეს იქნება უკვე მათთვის პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული ინჟინერული ამოცანის გადაწყვეტის დავალება და მათ ექნებათ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, ანუ ერთნაირი ტექნიკური საშუალებები ექნებათ, მაგრამ მრავალფეროვანი იმისათვის, რომ თავისი საკუთარი გზით გადაჭრას ყველა გუნდმა და ყველა სკოლამ ეს პრობლემა. დიახ, და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოსწავლეებს ვაჩვენოთ, როგორი არის იმ ცოდნის გამოყენება, იმ უნარების გამოყენება, რომელსაც სკოლაში ღებულობენ და როგორ უნდა დაუკავშირონ ეს რეალურ პრობლემებს და მომავალ პროფესიას. დიახ, საინტერესოა, როგორი არის ინტერესი მოსწავლეების მხრიდან. და ამაში ერთვება სრულიად საქართველოს სკოლები, ხო? ანუ შეზღუდული აქ არავინ არ არის. როგორია დაინტერესება ამ ოლიმპიადის მიმართ? დიახ,
პრინციპში დიდი ხანი არ არის რაც გამოაცხადეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესება დიდი იქნება. ამაზე შეგვიძლია ასევე შევაფასოთ ზოგადად ტექნოლოგიების, ზოგადად ამ სიახლეების მიმართ ქვეყანაში ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ Skillsში ყოველთვის პირველივე დღიდან ვიყავით ფოკუსირებული ტექნოლოგიურ უნარებზე და ტექნოლოგიურ განათლებაზე და ანუ 8000-ზე მეტ ადამიანს აქვს უკვე გავლილი მაგალითად ჩვენთან და ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად ქვეყანაში საკმაოდ დიდი ინტერესია თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ და უნდა ხალხს სწავლა ძალიან აინტერესებს და ვფიქრობ, ეს დადებითი ამბავია ნამდვილად. უფრო პრაქტიკული ინფორმაციები რომ მივაწოდოთ, აი რამელ საიტზე უნდა შევიდეს, რითი უნდა, აი მაგალითად როგორ უნდა მივხვდე, რომ ჩემი შვილი შეიძლება იყოს დაინტერესებული აი ამ სფეროთი, რა საგნებს უნდა ფლობდეს კარგად და რა ინტერესები უნდა ქონდეს და უფრო კონკრეტულად რომელ საიტზე უნდა შევიდეს მისამართიც რომ ვუთხრათ აყურებელს და როგორ დარეგისტრირდე? პირველ რიგში ტესტირება იქნება ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმა ცხადია, ონლაინ არის. პირველი ეტაპის მომული მითითებულია ჩვენს განცხადებებში, ანუ ყველგან Facebook-ზე, ვებგვერდზე და ასე შემდეგ. ეს Steam-ში უნდა შევიდეთ თუ სად უნდა ნახონ ეს? Skills's Facebook გვერდზე შეუძლია შევიდეთ, ასევე Instagram-ის გვერდზე, ასევე ვებსაიტზე, სადაც მოცემულია სარეგისტრაციო ფორმა, რომელზეც კი ბატონო შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საგნებს რაც შეეხება, ანუ აქ მოდემდე არის რეგისტრაციის ვარ. 18 მაისს. დიახ, საგნებზე საინტერესო. ხო, ეს საგნების ნაწილში რადგან STEM ეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, arts, ეგრეთ წოდებულ ხელოვნებას, რომელიც ძალიან ფართო ცნებაა ჩვენთვის. ამ სფეროებიდან სჭირდებათ უნარები მოსწავლეებს. ეს არ არის ისევ და ისევ დეკლარატიული ცოდნა, ჩვენ გვჭირდება მოსწავლეებისგან ამ ცოდნის გამოყენების უნარი რეალურად სამყაროში როგორ უნდა გამოიყენონ. და აქ გამოჩნდება ეს აჩვენებს მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ცოდნა და სადღაც გამორამო სფეროში გამოიყენონ. ეს თავიანთი ცოდნა, მაგალითად ვიღაცას უყვარს მათემატიკის სწავლა, ვიღაცას უყვარს ფიზიკის სწავლა, მაგრამ უნდა აღმოაჩინონ კავშირი ამ საგნებს შორის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება ამ ცოდნის. აი თქვენ უკვე ბრძანეთ რა სტილის ამოცანებზე იქნება ფინალში ბავშვების გამოცდა, მაგრამ რამდენად პრაქტიკულია ესენი, როგორ გამოიყენებენ მე მომავალში ბავშვები აი ამ ყველაფერს? ეს დავალებები მიმულია რეალურ ცხოვრებაში, რეალურ პრაქტიკაში არსებულ დავალებებთან, ბევრი სხვადასხვა კომპანიის რეალურ პრობლემასთან, რომელიც უკვე გადაიჭრა სხვადასხვა გზებით და მოსწავლეებს ექნებათ რეალური პრობლემის გადაჭრის საშუალება. საინტერესოა STEM ოლიმპიადა რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა გუნდური მონაწილეობის პრაქტიკა. აქ არ მონაწილეობს და არ იმარჯვებს მაგალითად ინდივიდი, ხო? აქ არის გუნდური შეჯიბრი. აი ის საფუძველზე გადაწყვეტეთ, რომ აქ არ ყოფილიყო იმიტომ რომ მანამდე რა ოლიმპიადებიც არის ჩვენთან, ხო, ყველაფერი რაღაც ინდივიდუალურ. კი, და სკოლაში სამწუხაროდ შეფასების სისტემა არის ინდივიდუალური, მაგრამ როგორც კი მოსწავლე გადის რეალურ სამყაროში და შრომით ბაზარზე ის ხვდება უკვე ჯგუფში, ის გუნდთან ერთად მუშაობს და ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის უნარი. შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ სკოლის მოსწავლეებს ამ გუნდურობის განვითარების საშუალებას. თან ასაკობრივი ჯგუფებიც ისე გვაქვს დაყოფილი, რომ თითო სკოლამ უნდა წარმოადგენოს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით, ყველა საფეხური უნდა წარმოადგენოს, ყველა კლასი უნდა წარმოადგენოს ამ გუნდში, იმიტომ რომ ყველა საფეხურზე ისწავლება სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა მიდგომით. შესაბამისად ეს ცოდნა გაერთიანდება, ეს უნარები გაერთიანდება და მივიღებთ შედეგს საუკეთესოს. და მე მაინტერესებს საქართველოს საზღვრებს გარეთ თუ გავა ამ ოლიმპიადის ფარგლები და თუ კი დაუკავშირდებიან მაგალითად ქართველი მონაწილეები თავიანთ უცხოელ, ასე ვთქვათ, მომავალ კოლეგებს ან ზოგადად კოლეგებს ინოვაციური განვითარების მიმართულებით.
კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ჯერ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, საქართველოში, თუმცა ზოგადად Skillville მარტო საქართველოში არ ოპერირებს, საერთაშორისო კომპანია და ასევე ოპერირებს ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი, უზბეკეთი და რა თქმა უნდა, უკვე შემდეგი განვითარების ეტაპი იქნება უკვე საერთაშორისო დონეზე გასვლა და არ შემიძლია ბატონ მამუკას უცებ არ დავეთანხმო. ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა განათლებაში, ვფიქრობთ, რომ რაღაც ეს უბრალოდ ესე რაღაც თქვათ თეორია არ არის მარტო აუცილებელია რეალურ ცხოვრებაშიც მე მოვამზადოთ შემდეგი თაობა რეალური ცხოვრებისთვის და აი თქვენც სამნი ხართ თქვენც გუნდი ხართ აქაც ანუ ყველგან ერთი ადამიანი არის არაკეთებს თუ ოდნავ ნებისმიერ რაც ოდნავ რთული ამოცანა თუ არის იმ ოდნავ რთულ ამოცანას როგორც წესი ყოველთვის ჭირდება გუნდი და გუნდმა ერთად იმუშაოს და ერთად გააწყვილოს ეს პროგრამა ამ ოლიმპიადით ხო არ ცვლით რაღაცა ერთგვარად შეფასების კრიტერიუმს რო ვთქვათ არ შევაფასოთ ინდივიდები და შევაფასოთ გუნდი ამ ხარეს ხო არ მიყავთ ინდივიდებიც უნდა შევაფასოთ, მე უკვე იმ გუნდის შიგნითაც მოხდება ინდივიდის შეფასება, რა თქმა უნდა, ბევრჯერ გამიგია, რომ რაღაცა ყველაზე მაგრები გვინდა გუნდში და ეს არ ჩაგვისვა გუნდში და ეს არ გააკეთო და ასე შემდეგ. ინდივიდიც მოდის, რა თქმა უნდა, მე ჩვენ ვიძახით თუ ინდივიდის მნიშვნელობა. გუნდი უნდა შეზღებულოს ინდივიდისაგან, იმიტომ რომ ბევრი ნოლი რო შეკრიბო ისე უნდა მიიღო, ხო ასე? რა თქმა უნდა. ძლიერ გუნდს ძლიერი ინდივიდების ჭირდება ნამდვილად. თუ საოცარი ამბავია, რასაც თქვენ აკეთებთ და მადლობის მეტი რა გვეთქვით. მომავალ გეგმებზე რას გვეთქვით? იდეაში ანუ უნდა განვითარდეს ხადია ეს არ გაჩერდება წელს, გაგრძელდება მომავალ წელსაც მოუძებნით ამ მოსწავლეებს, წარმატებულ მოსწავლეებს, შესაბამის ადგილებს სფეროს მათ შორის ვთქვათ საზღვარგარეთ ღონისძიებებზე გაგზავნა შეგვიძლია ამ მოსწავლეების და ქონია ჩვენ პრაქტიკა ამის სხვადასხვა ღონისძიებებში აქამდე ჩატარებულში, მაგრამ ესეთი მასშტაბური და ესეთი კონკრეტული მიმართულების რადგან არ ყოფილა, იმედი გვაქვს რომ მოსწავლეებს უკეთეს გუნდებს ამოვარჩევთ, უფრო ძლიერ მოსწავლეებს ამოვარჩევთ და შევძლებთ მათთვის რეალურ სამყაროს დანახევის საშუალებას. შრომითი ბაზარი სხვათა შორის ძალიან მშიერია ამ მიმართულებით, ძალიან შეერდება ესეთი კადრები, რომლებსაც აქვს ეს თანამედროვე ტექნოლოგიური უნარები, ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, შემოქმედებითად მიუძღნენ საქმეს და მე მგონია რომ ეს ხალხი დაფასებული იქნება და წარმატებული იქნება. წარმატებები მინდა რომ გისურვოთ თქვენ წამოწყებაში, თქვენ საქმეში. ჩვენი დღევანდელი ეთერი კი ესე პოზიტიური ნოტით. კი, ნამდვილად. წარმატებები თქვენ, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ, მოდით ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენოთ, Skillville-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი მარიამიძე და მამუკა აფაქიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის და წარმოების ტექნოლოგიების ექსპერტი. წარმატებები მეგობრებო, მართლაც ფანტასტიკურ საქმეს ემსახურებით.